time I met her, I was in better shape. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my lover, where have you gone? All I want is your easy love. Oh my lover, where have you gone? How I mourn that day I lost your easy love, and I want your easy love, and I miss your easy love. $80,000 თუ 800. შენ მე ხლა ისეთი ბებერი გონი ვარ, რომ ნოლებს ვეღარ ვითვლი? არა დე, მაგრამ როგორ მოაგროვე ამდენი ფული? ჩვენ გვიგზავნიდი ფულს, ტანსაცმელს. რა ვიცი დედა, ბევრს მუშაობდი. თან ჩემი ძირითადი სამსახურის გარდა ყველასთვის ნათქვამი მქონდა, რომ თუ რამე დამატებითი სამსახური იყო დაერეკათ. რა ვიცი, ზოგს მაღაზიაში გაყოლა უნდა და ზოგს მარტო დარჩენა არ შეეძლო და კომპანიონი ჭირდებოდა და რა ვიცი, უამრავი რა. ხო დედა, მაგრამ რაღაც შენს ხო გჭირდებოდა რა. აი დედა, მე რა მჭირდებოდა? წელიწადში ორჯერ დავდიოდი სეილზე, ტანსაცმელს ვყიდულობდი. ხო და რას ვჭამ შენც იცი? ჭადი, ყველი და ვაშლი თუ მაქვს არაფერი აღარ მინდა. ისე როგორ მიგვირს ამდენი ფული როგორ მოვაგროვო? ხო და ეს ფული ახლა თქვენია. ჩვენი არა დედა, შენია. ნუ სულელობ, რომ დომოდა ვერ დავხარჯავდი? რაში მჭირდება? სახლიდან თუ არ გამაგდებ? რა გაგაგდებთ? დედა, შენ კიდე სადმე რო წახვიდე გავგიჟდები, იცოდე. ხო და ეს ფული გამოიტანეთ, გინდა კრედიტი გადაიხადეთ, გინდა ბიზნესი წამოიწყეთ და გინდა იქეიფეთ და დრო ატარეთ. მე არც კი ვიცი რა ვთქვა. არაფერიც არ მითხრა. ეხლა წამომნე და შენ და ტკინის ჩაი დავლია. ხო, მეც მინდა. დე, ანდერძი რატო დაწერე? ანდერძი ამერიკაში 40 წლის ხალხი წერს ანდერძს და ჩემნაირ ბებერს რო დაეწერა რა მოხდა? შენ ხარ ხო ბებერი, ჩემზე კაი კანი გაქვს. ხო, კანი გადასარევი. ხო. და არ გინდა რა დე ეს ანდერძები და ეგეთი რაღაცეები. 100 წელი უნდა ვიცხოვოთ ჩვენ. 100 არა, მე უფრო მეც ვაფი. დედ ჯიქთა. ისეთი დარწმუნებული ვიყავი მაკუში, რომ ისეთი აი ვერც კი წარმოიდგენ რა. აი ხო მარტო 3 ლარი დავკარგე, მაგრამ მე უკვე მჯეროდა რომ 24 ლარი იყო. აბა მითხარი ხლა 24 ლარი, ფული არ არის? ფული აბა რა. მეც მაგას არ ვამბო. ისე გამიტყდა რომ აი დილიდან ვერ მომინელებია რა. აი გამომართვი შენ ეს ხელუდი იყიდე რა. ფული გადააყოლე რა. მე კი წავალ, მაგრამ თქვენ ხომ არ იჩხუბებთ? არა, არ ვიჩხუბ. კარგი. სადაც რამდენი პრობლემა მაქვს. მოკლედ აღარ გვინდა რა ეხა მაგაზე ლაპარაკი, რაც გუშინ მოხდა რა. იცი რომ მაგრამ მიყვარხარ და ჩემი ძმა ხარ. უბრალოდ იგივე თუ განმეორდა იცოდე მაგრაქცემ რა. ისე რაც შენგან მომხვედრია ბავშვობაში. თუ არ უღადავ რა. აუ არ გინდა რომ ერთი წუთი მომისმინო. ელენეს თავსპიცა ვარ მეთქი ბოლო იყო. ანუ მართლა რაღაცნაირად მილაგდა ერთმანეთზე რა. ანუ და მეთქი რაჰა, კარგი რა. მოსულიყავი ჩემთან და გეტყვი ფული თუ გჭირდებოდა. მიტყდება ძმა, ყველაფერზე შენთან მოვდივარ, ხო? მერე მოდი, რა პრობლემა არის, მაგრამ თამაში, კიდე თამაში, კაი რა. აღარ ვთამაშობ, მორჩა თამაში, დაივიწყე. არ გჯერა, ხო? რაკენი მოიტანე უდი? არა, ის მაღაზია ჯერ არ გაუღიათ. აო. ისი
რა ხან თქვენ შერიგდით? კაი ხინკალი, ჰა? კაბაბიც, ხაჭოსიც. არა, მე არ მცალია რა. მანქანაზე ვინც გამისვა, იმ მანქანის პატრონი უნდა ვნახო რა. თუ გამოყვე ვერ გინდა? არა, მივხედავ ჩემით რა. პატრულს რო გამოუძახო? არა, არ მინდა პატრული და აჟიოტაჟი რა. ნახავ რა უბრალოდ ვინაა. ბიჭო, ანუ რა დარეკე რა თუ რამე. დაგირეკავ, მაგრამ არ მჭირდება რა მივხედავ რა. ოვაი. რა უყო ახლა მე ამბობს? მოდი ვიმუშაოთ და მე გამოყვე. მოდი, იქნება. ეხლა ვფიქრობდი შენზე და უკაკუნებ მეთქი და ლეყავს. არა, ვერა მეჩქარება. პაციენტი ყავს. არა, უნდა გავიქცე რა, 2 საათი უნდა მომცე. მოიცადე, ჩაწერილებს რა უნდა უყო? მაღაზე არის დარდო, თამთა გადაწერ საღამოსთვის ყველა. უთამდე ხომ მოხვალ. კი, ხდება რამე? ხდება. მე რატო არ ვიცი? მე ვერაზროს ვერ გნახე, სულ პაციენტები ყავს და რა გავაკეთო? აქნა ესეთი მოთხოვნადი ვარ და ოქრო. ეგ მითხარი უკვე რაც არ ვიცი ის მითხარი ხო? და უნდა შევხვდი ამ ახალ პარტნიორს და რაღაც პატარა დეტალები გავიაროთ და ვნახოთ. ბევრს ითხოვს? აუ 50%. უი. ცოტა რა შევაჭრო? იცი რა, აპარატურას მაინც რომ მევყიდულობდე, კიდე შევებაჭრებოდი და მთელ ფულს ეგდებს. არა უშავს, მესამე ფილიალი გახსენი მარტო შენ. აჰა. გავიქეცი ხო? კიდევ რამის ვარინებებთ? არა მადლობა. რა შვები? შენ? რავი, არ ალა ჩაი? არა, არ მინდა. აი, წვენი მაინც არ გინდა? არა, არაფერი, არ მინდა მითხარი რა ხდება, უბრალოდ რა მოხდა გუშინ. ანუ ცოტა რთული ასახსნელია. ლაპარაკი არასოდეს გიჭირდა და. კაი, რაღაცას კითხავ რა. არასოდეს არ ქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც გიფიქრია რომ ადამიანი ვისთან ერთად ცხოვრობ, საერთოდ არ არის ადამიანი ვისთან ერთად გინდა რომ დავერდე. ანუ მინდა თუ არა კობასთან ერთად დავბერდე? კი, მერე? ხოდა მე საერთოდ არ მინდა გიორგისთან ერთად დაბერება. და მეს გუშინ მიხვდი და ამიტომ ემალებოდი? არა, მარია, მამა ძალიან დიდი ხანია მივხვდი. და არ ვემალებოდი კიდე, უბრალოდ არ გაუხარდებოდა რომ გაიგო სად ვიყავი. სად იყავი? არ შემილია, რამდენი ტყუილები მართლა იფს, აღარ შემილია. ხო და მიდი. კერესა გახსოვს? ფინკერესა. აი ჩვენი პარალელური კლასელი. შენ რო გევასებოდა და ნუ კიძასთან რო გაიჩნდა მერე? კი, ზუსტად. მერე? მოკლედ რამოდენიმე თვის წინ შევხვდით ერთმანეთს რა. და არ ვიცი რანაირად გამოვიდა რა. ნუ როგორ, მაგრამ მოკლედ რას მეუბნები რომ საყვარელი ხარ? შენს კაი, დავრეკავ ეხლავე და დაგხვდებიან. კი ბატონო. ისი გამკეთებელი ხარ კობა, ხო გასმენ. სამსახურში ხარ? კი რა არის? ტიპი მოვა ეხა ახლობლის ახლობელი არის და იდეაში სასტუმროს ვაკეთებო და ბევრი რაღაცეები დამჭირდებაო რა. ვა, მაგარია. ხო, კაია, მაგრამ აი რაღაცნაირი ტიპია რა. აფერისტი? არა, აფერისტი არ არის, იდეაში აი ტვინის ბურღია რა რაღაცნაირი, კირკიტა არის რა. რა იყოს მე, რავი, გულღოს რამდენიც უნდა შეგვიკვეთოს რამე და. ხო,
ხო, რავი რა. არა მგონია ხა რამე შემკვეთი იყოს, მაგრამ აი საჩვენე რა. რა მოუშვი? თან იცი რა ქენი? მოდი მასალებიც აჩვენე რა იცი რა ხდება. მე ბიჭო მოვიდეს და მასალასაც ვაჩვენებ. და უხაზავ კიდევაც და რა ვიცი, ყველაფერს გაუთვლი აბსოლუტურად რას. ჯიგარი ხარ? მაგერი ზუიადასაც გავოსნობ თუ ვინ. არა, იქ არ გინდა, იქ ჯოკრა ჩემოვინახოთ რა. აი, კარგი, მიდი. ანუ ეს აუზზე სიარული დავიწყეო სპაში, ეს ყველაფერი კერესასთან წასვლის მიზეზები იყო. მე რატო არ მითხარი? მარიამ, ხო იცი რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ძალიან მიყვარხარ. უბრალოდ შენ, ელენეს, კოლბას იმდენად იდეალური ოჯახი გაქვთ რომ ვერ გამიგებდი. საიდან მოიტანე? ან ის რომ იდეალური ოჯახი მაქვს. ჩვენც ისევ ჩხუბობთ როგორც ყველა. და ზუსტად, თქვენ ჩხუბობთ მაინც და ჩვენ შორის უზარმაზარი უსკროლია. და ის ცდილობს რაღაც სისულელეებით ამოავსოს ეს რაღაც საჩუქრები და რაღაცეები და მე საერთოდ არ მჭირდება ეს, სხვა რაღაც მჭირდება. უსკროლზე მელაპარაკები. ხო იცი რამდენი მიმყვრნალი, სად არ ვიყავი, რა არ გავაკეთე და არ ვარსულდები. არ გამოდის. და გიორგი კიდე არ იმჩნევს ამ იმედვეცრუებას და ცდილობს რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის. და მე საერთოდ არ გიყვარს? კარგი ქმარია, კარგი ადამიანი, უბრალოდ და ალბათ შვილი რომ ყო და ეგრე არ იქნებოდა, არც კერეს არ მომინდებოდა და არც ვინც. გეყოლება. აუცილებლად გეყოლება. აი ნახავ თუ არა. აღა ის აღარ ვიცი მინდა თუ არ მინდა. რა გჭირს გამაგებინე შენ? ყველაზე მაგარი და თავდაჯერებული გოგო იყავი ყოველთვის. ახლა არაფერი არ იცი, არაფერში დარწმუნებული არ ხარ, რაღაცებს იტყუები. აი გეხვეწები და შენ მაინც ნუ მიმატებ რა. ისედაც ცუდად ვარ. ხოდა ცუდად იქნები. სანამ რამეს არ შეცვლი, ცუდად იქნები. იცი რას ვიზამდი შენ ადგილას? ნუ აი, რა ვიცი. ცოტა ხანი არ ნახავდი არც ერთს. წავიდოდი სადმე ვიფიქრებდი და ესე შვიდად მივიღებდი გადაწყვეტილებას. რა ვიცი. აბა ესე ვერაფერს გადაწყვეტ. იქ კერესასთან მიდიხარ და შტერდები, მერე გიორგისთან ბრუნდები და ხვდები რომ ოჯახური